დავრუნდი ჩემო ძვირფასებო და სანამ სტუმარს წარმოგიდგენდეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ესე იგი ამ შაბათ კვირას აუცილებლად უნდა უყუროთ რუსთავი 2-ზე სერიალს მიხოს და მაროს, იმიტომ რომ ძალიან სასაცილო სერიები გელოდება წინ. ახლა კი რა შეეხება ჩვენ სტუმარს ნიკოლოს. ჩვენი სტუმარი გვინდა წარმოგიდგინოთ, ჩვენი მეგობარი, ძალიან კარგი ადამიანი, მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ქართული ხმა, ну, რა ვიცი, დანარჩენი რეგალიები თვითონაც არ ახსოვს, რაც ჩაგვაქვს. მოკლედ, ყოველგვარი შესავლის გარეშე დავით არჩვაძე გახლავთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი. და რამხელა პატივია ორი მასპინძელი და ერთი სტუმარი. დიდი მადლობა ბიჭებო. თან რაღაცა შენ უნდა ჩაგახშო დღეს. რა მომდის რა მე ყვავილები მაკლია და არა. შუაში რო დავსვით რა მე პრობლემა. გარი გეწევს. პირიქით, კაცო, ეხა შენ ხარ ყურადღების ცენტრში. დიდი მადლობა ამ ხელა ყურადღების. იუბილე რო გექნება, ასე კვარტს დაგსვამენ, დაგაჯერენ იქ და რეპეტიციას გადი. კვარტეტები მოვლე. კი ბატონო. იმღერებენ. ესე იგი, ჩემო დავით, როგორ ახარ? ჯანმრთელობა, ყველაფერი კარგად, ოჯახში. რაც უფრო დაღლილი, მით უფრო, ესე იგი, რა, ჩამუხლის დრო არ არის. ესე იგი, დიდი ხანია არ ყოფილხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი და დავიგეთ, რომ პრემიერა გაქვს, რაც ბოლოს გაჟღერდება რა, კარგი ვერსია გაქვს, ერთი კარგი მაგარი სიმღერის, მაგრამ მანამდეც არ ამოსდეს რაღაცა ქარტეხილები რო არ ქონდეს რაღაცა გამოვლილი არ არსებობს და ამიტომ ვიფიქრეთ რომ რაღაცაში აბლანდული იქნები აუცილებლად. ქარტეხილები ხო დამყვება ყველა ნაბიჯზე. კი ბატონო. ჩვენი გადაცემის სპეციფიკიდან გამომდინარე სტუმრებს ძირითადად ვეკითხებით რამე კურიოზი ხوار გადაგხდენიათ ამ დათოს თამამად შეიძლება კითხო რამე სიმღერა ხوار გადაგხდენიათ ამ ბოლოს თუ ყოველწუთი. ისე თუ გაქვს დათვლილი, რამდენი გაქვს დაცემი? ერთხელ დავიწყეთ დათვლა და სხვა შორის არ მაქვს ბევრი. ზოგს აქვს ესე 4000, 7000. სულ 150 სიმღერა მაქვს შექმნილი მაქსიმუმ. ერთი 7000 სიმღერა რომელიც აქვს უბრალოდ ვითხარ. არა, ყოფილი. მოვისმინე. ჯობია 10 კონდეს და ხარისხი. 150 სიმღერიდან თუ საიდუმლო არ არის, რამდენია გაჰიტებული. ანუ აი კომპოზიტორები როგორ ითქვით 150-დან ერთმაც თუ გაისროლა, უკვე არის ამბავი. ხო, პატა, იცი რა, წინასწარ ვერაზოს ვერ დაგეგმავ მაგამ. ეს გავიგე მაგ. და რა, მადლობა ღმერთს, გასროლილი და ხალხისთვის საყვარელი ბევრია და მე ძალიან მეამაყება და იმდენად დიდი სტიმულია ხოლმე ეს გასროლა და იმ ხალხის სიყვარული და დაფასება, რომ მივდივარ და მე ახალ სიმღერებს ვწერ. ახალ სიმღერებს. ერთხელ გზიდან გადაუხვი, ანუ უცბად მუზა მომივიდა და მე ძირითადად ტელეფონში ვწერ მუზებს და ვიმახსოვრებ რა და მარიკა კაცარავა მყავდა შეკლული. მივადექი სტუდიას პირდაპირ, ნუ აი უკვე ვიგზენი რომ იკარგებოდა მუზა რა, სადღაც გაფრინდებოდა, რო არ ჩამდა ტელეფონი დამჟარი მაქვს, ვერსად ვერ ვიწერ და არც მეტი არც ნაკლები ხმის ჩამწერ სტუდიას მივადექი და მარიკას მამამის სტუმრები ყავდათ რაღაცა დიდ პროექტს წერდნენ და ყველაფერი გავაჩერე, ვიღუპებით მეთქი სიმღერა იკარგება და შეუვარდი და დამithმე სტუდია და სულ 5 წუთში ჩაიწერა და ხო არა შევინახე ესე გადავარჩინე უბრალოდ ლამის ჰაერში დაკარგული სიმღერა და გაამართლა ამის გაამართლა კი მაგრად და ერთი მაგარი ქალაქური სიმღერა შეიქმნა და ეხლა გამახსენდა კიდე კანში ვიყავი აი დიდ სასწაულ წითელ კიბეებზე და ძალიან ახლოს არის აი ყველა დამეთანხმება ისე ჩვენი სტუმარი ჯანოს ხო მოყვა კანის ამბავი მოყვა ყველა არის კანში დამყოფი ჩვენ არა ვართ ვარდო მე კანში რო არადები შენ მედი ეს კიბეები ეს დარბაზი კინო დაჯილდოების დარბაზი ძალიან ახლოს არის წყალთან რა ესე ვთქვა და აი პირდაპირ შეიძლება შლოპანცები დახვიდე და ხო და მოკლედ ამ კანის აი მაშინ რო ხარ რა ეიფორიაში სულ კინო რო გელანდება ყველაფერში და თავის ფაერვერკი დაცნობს სახეები ხო კი და
მოკლედ შევცურეთ ღრმაში მე და ქართულმა ხმებმა. კიკაბიძემ ცურო არ იცის და მე და ბაკურაძემა გავცურეთ ცხონდეს ზურასული ერთ მაცხენოს და უცბად დაიწყო მუზა, თან კინომუსიკა და აი როგორი ძვირფასია იცი რომ მეთქი იკარგება და რობიზო კრუზიში რო ხო იცი ხმელეთზე რომ მოცურავს აი ეგეთი ამოცულე რომ არ დაკარგულიყო მუზაიკაც რა ეს კარზე ხო მოყვა გრიგალა როგორ მისდევდა ეს კარზე ხო მოყვა ხა სირავდულეში მონაკოში იყო შეიძლება მონაკოში ავტობუსი გაგვიფუჭდა ქართულ ყველს ერეკოსი ქონდა შაუბოლს უშვებდა და აი პრინცესები პრინცები ბრილიანტის ჩანთებით რაღაცა დადიან გაშავებული ხალხი კვარტლით და დაწერა ის ცნობილი სიმღერა როა ავტობუსო რად გაფუჭდი შენია რემიქს ვაკეთებ ფილმოგონებად შენ და გრიგალას ამბავი აი არ ვიცი რა ლეგენდები შევიდა სერიოზულ ფაზაში რა ეხლა იყო რაღაც ახალი სასწაული რაღაცები ახსოვს რა ხო არა მამადლის უკვე გრიგალას მაგარი მეხსიერება ყველა მაგარი და თან მამადლის მე გაგაპიარეო ცნობილი რო ხარ ჩემი ბრალია არა შენ აფერი არ ისასორმოსდან სიმღერა არ დაგიწერია ხო სიმარი მაგადა პოპულარი არაფერი არ გინდა პირდაპირ ეთერში რო უთხრა გრიგალა ჯეზეთი მოვიკითხო ძალიან გვიყვარს მაგრამ ეხა ის მოვიკითხა უდიდესი სიყვარული ჩემი ბავშვობა ჩემი სანუკვარი კაცი და სხვადასხვის ძალიან მაგრამ მეცინება მე თვითონ რა და რამოდენიმე ისტორია არის ისეთი რაც მომაწერეს და მოიგონა რა ჩემზე მაგრამ იმდენად ორგანულია და ჩემია უკვე რომ გონია რომ მე გადამხდა მე უფრო ბევრს ვიცინი ვიდრე დანარჩენი ხო არის თან ეხლა სისხლს უშრობ რასაც ქვია თან მთელი ცხოვრება ხო თმები ხოჭაღარა ქონდა მე გაუშავდა მე ხელმეორედ გაუჭაღარა აი ერთხელ მაგალითად ამიდა ჯერი ვითხრა ემილია ხო რომ გავიხსენო რამოდენიმე რა თქმა უნდა აბარა გრიგალას სისხლის გაშრობის ხო ერთხელ ანუ რა პერიოდი ეცე ქართული ხმები ჯერ კიდე ანსამბლი უნივერსიტეტი ახალი შექმნილია და აი ჩვენთვის სუფრაზე მისვლა და ის არის ბედნიერება ესე დაუღლელი ხმები ხო იცი რო გინდა რომ სუიქეიფო სუიმღერო და თან შეგიძლიათ მაშინ ყველაფერი ბოლომდე ალეო ამბავი ყველაფერი და მოკლედ ესე იგი ჩემი სიძის ბიძაშვილის ქორწილი იყო რა ნუ ეს სხვა არის ამ ხანაგები მაგრამ იყოს ასე და ნუ მე თხოვე ბიჭებს წავედით ქორწილში და ნუ დიდი სუფრა სასწაულია 300 კაციანი ქორწილია თუ 500 კაციანი და გრიგალა დანიშნეს ერთ-ერთი ჩვენი სუფრის თამადად და ნუ მიდის როგორი კეიფიცი აი დედაშვილს ვერ აი აუზოგავი სმა ანწები და ნუ სასწაულები და ქართული გემრიელი აი გემრიელი რა და თავიდან მკითხა ნეფის სახელი რა ხო და რატომღაც აი არ ვიცი რატო ჩავთვალე და ჩემი სიცის სახელი უთხარი რა ლევანი ქვია მეთქი რა და ნუ ხა კაცი თამადაა და ხო უნდა იცოდეს ვისი ქორწილისა იმის სახელი და იმას ერქვა ოთარი და ოთარი არ მithქვია სხვა სახელი უთხარი ვიცი რომ თვითონ რო ამოსნო კითხავდა რატო ჩავთვალი არ ვიცი არა ჩათვალა მეტყვი რომ კითხავდა სიძეს რა ქვიაო და ამან უთხრა თავის სიძეს რა ქვია ცნობდა უკვე ხო ბუნებრივია არ არის მოკლედ ქორწილი მიდის და აი ყველაზე მნიშვნელოვან სადგზებს და გახედავს ნეფე და ლევან ეუნება და ნული რეაქცია საერთოდ მისი ქორწილიც არა და წესით ბედნიერი მადლიერი უნდა იყოს კაცი ქართული ხმები მივიდნენ მღერიან აფასებენ და მოკლედ გრიგალა უკვე როგორ არის იცი რომ აი გაგიჟებასაა და მესამე თუ მეხუთე სადგზელოზე რომ სრული იგნორი მიიღო მოვარ და ბიჭო რა ქვია ბოლოს და ბოლოს სად მოგვიყვანე ეს მე მეგონა ჩემს სიძეზე მეკითხებოდი და პირველი გაჭაღარავება იქ გაგიჟდება მეორედ ო და თან როგორ ბრაზდები რატო არ მაგცემს კაცი ყურა პატივი მეცი მოვედი და ლევან უძახი თუ ფαντაშოს აი მაგალითად გრიგალას გაჭაღარავება გასაგებია მაგრამ ჩვენი ზურია ნიჟარაძე ჩემი და ჩვენი ძმა მაგალითად ახმელიაზე გამოვიყვანა ერთხელ როგორ იცი რომ აი მის მერე მეგონი პახმელი აღარ ქონია როგორ აბა საით ნაბახუსები უკაცრავად მოკლედ ზურია შემოდის სარეპეტიციო დარბაზში კულტურის ინსტიტუტში თეატრალური კვარტეტის რეპეტიცია მქონდა დანიშნული და შემოდის და ტელეფონს დაგილეწავო იცოდება არასდროს რატო არ პასუხობდა ჩაიწერეო რა მოგადგა ხო ერთხელ ხო თან მაგარ პახმელაზე თავია გასიებული
მოდი ზური მიდი ნომერი აკრიფე, გამოუშვი ზარი მეთქი, რომ ეხლავე დიდი ქართული ასოებით ჩავიწე და არასდროს არ დამოვიწყდება, რომ გიპასუხო, სანამ ზარს გამოუშვებ, მანამდე თქო და აკრიფა ნომერი მირეკავს რა და რა თქმა უნდა აწკრიალდა ეხლა ჩემი ტელეფონი, დავხედე უცხო ნომერი რეკავს, რა თქმა უნდა და გავაჩერე ზური ერთი წუთი ტელეფონი მირეკავს. თან ავიღე ყურმილი ალო და ეს ალო ისმის მთელ დარბაზში მეც მესმის ზურასაც და თვალებში უყურებ ნიჟარად. ნუ აი იმწრით აი რა გააკეთა არის. ხავერო პახმე ნაბახუსები და დღემდე არა გაქნო. გადავარჩინე რა. დღემდე არა გაქნობე. არა. არა ნუ მაგარი ისტორიებია რაც არის მაგრამ ეს თქვენი ასე ვთქვათ ლოთობის ამბავი რომ გადაგრძელდა ძალიან ბევრი და მეუღლეები რომ თარო შენ მოგიწია ასე ახსნა ეგეც მაგარი ისტორია. მართლა მაგარია კლასიკაა ერთ-ერთი ისტორიის. მოკლედ ერთ-ერთმა უკეთილშობილესმა ადამიანმა ჩვენმა სასწაულმა ზვიად ცეცხლაძემ ცხონდეს მისი სული დაგპატიჟა ბაკურიანში დიდი სასწაული სასტუმრო ქონდა ცეცხლაძეებში. მთელი ქართული ხმები და ნუ მაშინ რამოდენიმე ყავდა უკვე ძოლი მოყვანილი იასონ მეუნარგიას, კახა გრიგალაშვილს ბიჭებს და მოკლედ მინდა თხილამურზე დადგომა ხა ბავშვობიდან დგავარ და მიყვარს ეს სპორტი გიждები. ჩან უცოლო ხარ. ხო, თან მოცლილი რა და არა მომკითხა ხო. მომკითხავი არ ყავს და მოკლედ მინდა რომ ვისრიავ და ვინ გაცალა ჩამახჩეს ამ სმაში ბრინოში აღარ შემიძლია უკვე ამდენი სმა და ესე იგი გოგოები ნომერში შევედი სადაც ცოლები არიან ამათი ბიჭების ცოლები და ჩივილით შევედი რომ გოგოებო მეთქი თხილამურზე მინდა დადგომა ეს თქვენი ლოთი ქმრები მეთქი სულ კეიფობენ სულ სვავთ კეიფობ და ვეღარ დავდექი ამ თხილამურზე უკვე ძალიან დავიღალე მეთქი რა სასწრაფოდ სპირალი უნდა ჩავიდგა მეთქი რა დაკირავდა ყველა რა უნდა ჩაიდგაო ანუ კაფსულა უნდა მეთქვა თურმე და ეს იმ ოთახში არ დამთავრდა ეს ისტორია რა თქმა უნდა ქმრებთან წავედი მე იმათ ოთახში და შევარდი და უყვები ბიჭო რა ესეთი ის გამიგორდა მეთქი თქვენ მეუღლეებს ესეთი რაღაც წამომცდა მეთქი შემეშალა კაფსულის მაგივრად სპირალი უთხარ და გრიგალაშვილი მიყურებდა სპირალი დედაშენს უნდა ჩაედგა ეგეთი ბოთერ ვარ გაეჩინე აიგეთი ზაკრული პასუხი დავიბრუნდა. ვაი, კაი, სპირალი არ იყო ჩემ ბავშვობაში. მე რა კარვიძდებოდი. ვაი, როგორ მიყვარხარ. კარგი ადამიანი, ოქრო. არ ვიცი, და ესე იგი აქ კიდე ერთი ამბავია იმის გარდა რომ კიდევ კაი რომ მასი არ მოხდა, იმიტომ რომ რაზე მინდა იცი გადავიდენ იქა რომ იმის გარდა რომ ქმნის ამ სიგრილს ძალიან ბევრი მოიხსენება ჩვენს ტელემაყურებელს კვარტეტები და ამღერა ბიჭი. ამდენ ბავშვს ზრდის და რა ვიცი, ხელი ამბავი. მადლობა ხმებს. ყველა რეგიონში გაქვს, ხო ისა? ნუ ჯერჯერობით ქართლი მოვიცავი ლამის სრულად. არა, ერთი ისტორია არის, ერთი არ მახსოვს, მე თუ არ ვცდები ადრე პირად საუბრებში გაქვს მოყოლილი, ან ყოველ შემთხვევაში ჩვენთან არა. შენი განცხადება ხაშურში მე მგონი, თუ არ ვცდები, როგორ ანუ სიმღერის ის და როგორ დაწერა. იცი ეგ ისტორია? არ მახსოვს. ნუ ხო არის რაღაცა ასაკია რა, ესე იგი, რა ვიცი, 16-დან 33. 15-დან 15 წლამდე. 16. ამან რა დაწერა, იცი? გახსოვს ეგ შენ? შემახსენეთ. 16-დან 80 წლამდე რომ მიაწერე და ვის ემღერება 80-დან რა ვიცი. სხვათა შორის 86 წლის ქალებო გამლანძღეს. ჩვენ რა დავაშავეთ? ეხლა ვიცით ცხოვრებას და სიტუაციას. და მაგას მოყვას უბრალოდ კაპელის შექმნა, სადაც ყველა ასაკი მღერის ჩემო. ო ძალიან მაგარი, კახეთში მიყვავდა კონცერტზე და იმაზე უთხარით კაცო. კავკასიონზე რომ გეხვეწები ახლოს რომ გავიაროთ მეთქი ძალიან ახლოს რა. და მაჩვენეო რა, სად ნახავდიო კავკასიონზე და რაღაცა გადამავიწნავ ლაქლაქებთ ბიჭები გრიგალაც იყო მაშინ და
პატარა ბორცზე ძროხა დგას და დავინახე აყვიქდავცებ რა და კავკასიო დავინა არაობე აი კავკასიოზე ძროხას რა ხო საოცარი დათსაქსა პატარ-პატარები მაგრები ხო ის მამაოს მეგობა ის ისტორიები სერია, ახლა მამაოს. მთელი სერიები მამაოსთან ის რომ მიუტანა წვერი საპარსი და ის რა ქვია ორსართულიანი ნაბორი. ხო სახის დამარბილებელი ქაფი საპარსი თოულებრივ მთელი აღჭურვილობა და მანქანასთან დაკავშირებითაც აქვს ჩემთან პირადად ქორწილში ვიყავი ცვავდა მაშინ ვაჟბატონი და უთხარი არ დალიო მეტი აღარ დალიო იმიტომ რომ ავიდა და სცენაზე რო სიმღერა არ დაიწყო მივხვდი რომ არ ახსოვდა რა უნდა ეკრა თან ბომბი ვიდღვინო ჩამოვიდა და უთხარი აღარ დალიო მეო მაშინ დატოვე მანქანა და მეწავე მეო მეხვეწა რომ მეწაგიყვანო და ცოცხალი თავით აი ზუსტად 15 წუთში მირეკავს მოტორზე ვზივარო და დადარჩენი საწავი და არ იცი რას დაეჯახა ხიდი ხუარი მერთმა სულ გადაგარჩინოს ავარია არ გინდა მაგრამ მოხდა ასე მარჯვნივ გადის და მარცხნის შემდეგ შუაში როა იქ ვერ გავიდა ვერც იქით ვერც საკეთა იმას დაეჯახა თან ასით მივდიოდი არ დაგავიდი მოგებული მანქანით დავეჯახე ისე ცოტა მშვიდად ვიყავი რომ მოგებული იყო და არა ნაკიტი ხო მართლა გადავიდა შესაბამისად ამისთანა ისტორიები მაგრამ ერთი ისტორია გინდოდა რა არა რა მინდოდა იცი მე თქვა მამაოზე რომ საუბრობ მე არ ვიცი ეს ნამდვილია თუ არა ხო ის მე შენ ისტორიებს რო აფორმებენ და წეღარ როყვებოდი მამაო რო გთხოვა ოლარი მომაწოდეო მამაო მთხოვა რომ წირვა იწყება და ოლარი მომაწოდეო და გამოვარდა დათო და მრევლი ხო შეკრებილი ამდენი ხალხი ელოდება წირვის და მამაოს 2 ლარი ჭირდება მამაოს 2 ლარიანები ჭირდებაო და ერთი უბე 2 ლარიანები აგრო ხალხი დარბის ახურდავენ იყო ხო ეს ეგ ნამდვილად ჩემი 10 ლარიანი რომ ძაბა 2 ლარიანებია საჭირო ზუსტად 2 ლარიანი კახამ რა მოგიგონა ისეთი აი წეღარო თქვი რომ მართლა მგონია რომ გადამხდაო რომელი ისტორიაზეა საუბარი ო არა აღარ ვიტყვი იმიტომ რომ ერთ-ერთი ცენტრალური ისტორიაა და ო გასაგებია ანუ მაგრამ მართლა ვერავინ ვერ შეიტანდა ეჭვს შენ არ დაგემართება იქაროსან მაჩუკა ხო და მომაწერეს მე აი ოლარის მე ეგრევე მე მომეწერა ეგ ისტორია დათო ბევრი ამბავია შეს გარშემო რა თქმა უნდა რა ვიცი 2-3 გადაცემა არ იყოფა მაგრამ მე ვიცი რომ ჩემი გიორგი თავისი ბიჭებით მის შემოქმედება შენ ძალიან დიდ პატივს ემდა შეიძლება გიმღერია რა თქმა უნდა სუპრასთან რაღაცა რომელიღაცა ჩემი საყვარელი სიმღერები მაქვს ბიჭებთან ერთად მიმართებაში რომელიღაცა პროექტი დაუშვათ მოითხოვდა მაგრამ ჩვენ გადაცემაში ფლათ არაპროფესიონალები ისე კარგად ვღერიან და რაღაცა გამოგვდის ეს ტანდემი რომ შენ რო ეხლა სანამ შენ პრემიერამდე გადახვალ შენ რო რაღაცა წაიმღერო აი ცუდი იქნება დიდი სიამოვნებით აუ რაჯობია ქსორელებთან ერთად კეიფს და სიმღერას და მით უმეტეს ეხლა თქვენთან გადაცემაში მასპინძელ მუსიკოსებთან ერთად დიდი სიამოვნებით გიმღერებთ აბა დრო გავალდა ეგ სინორა ჩემლაბ მოგინდება სხივ ჩაქორალი თვალის ეშქით დაიბინდება შენი სახე სანთელივით ჩამაიგრება მაგოცენინე თორემ მერე გვიანი ქნება შენი სახე სანთელივით ჩამაიგრება მაგოცენინე თორემ მერე გვიანი ქნება მაგოცენინე თორემ მერე გვიანი ქნება გენაცალე დავით მოდი ბარე მაქედან გითხარი ეხლა პრემიერაზე რო გადავიდეთ რა ვერსია რა გააკეთე როგორ რა ხდება ო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუსიკალური ნომერია ყველას ახსოვს დათო გომართელის სასწაული ვერსია ტრულაილას ფული რა დუნდა ხო მართლა რა თუნდა ისე მა რა შეჭirdება ხო და აი ძალიან მიყვარს ეს მუსიკალური თემა რა და ხვიჩა მაღლაკელიძეს დიდი მადლობა საოცარი
საოცარი აკომპანიმენტი. როგორც ყოველთვის ხუჭა მოწოდების სიმაღლეზე. და ერთი რო არ გავთქვა ხუჭა. ნუ ეს ვირტუოზია ყველაფერში, ხო იცით ეგ ადამიანი და საფხული იყო რო ვთხოვე ამ სიმღერის თანხლების ჩაწერა და აი მსმენელი ნახავს ყველაზე გემრიელი ის რო ეძახიან მუსიკალური ნაწილი რა. სადაც აი ცეკვა მოგინდება ტამტამის მაგივრად, ანუ ტამტამის ხმა ისმის და როგორ ჩაწერა იცით? ზაფხული იყო, მაგარი სიცხე იყო, ბათუმში ჩამიწერა და ღიპზე აქვს დაკრული. ხელი ნაწილი და ეს კი. აი სხვანაირი ყურით შეგიძლიათ მოусმინოთ იმ ნაწილს. ხუჭას ღიპზე, შიშველ მუცელზე დაკრული. ვანიშნე ეს არის თქო. ანიშნებთ აუცილებლად. კარგი, მე მოკლედ ხუჭას ღიპის ხმას რა დავავიწყებს. აკაც რო ორიგინალურია და უცნაური ადამიანი. დათო, დიდი მადლობა რა სტუმრობისთვის. ძალიან გვიყვარხარ, უნდა იცოდე და არა მარტო ჩვენ ქართველებს, ოქროებს, ვისაც მეც მიყვარხარ ყველა. ეს შენი ამბავი ღრმადად დარწმუნებულიო, ბევრნი არიან და დიდხანს იყავი ამ ქვეყანას ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, მარტო არ ამგონია რომ ერთობით და სიყვარულით. კარგი, დღევანდელი ჩვენ გადაცემის სტუმარი გახდათ, ყველასთვის საყვარელი ოქროს ადამიანი დავით არჩვაძე. ხო, დავით.